სახელმწიფო ეუბნება ადამიანს, რომ თუ კვდები, კარგი რეანიმაციაში დაგაწვენ, აპარატს გაგიკეთებ და რავი თუ გადარჩი. კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები და იმის იქით ვერცერთ სფეროში ეღონ, არ არის მხოლოდ ჯანდაცვაზე ვაპარაკი. რა უნდა ეშველოს ხალხს? და მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ სახელმწიფო არ არსებობდა. უამრავი ადამიანი იღუპება. ბავშვები ალბათ უხდებოდნენ სახლებიდან ვერ გამოყავდათ, წარმოიდგინე. არც ეს კაცი ვიცი სად ცხოვრობს. მივდივარ, ერთი ვიცი რომ უნდა გადარჩეს ეს კაცი. ხალხი ეძახდა ახლავეს. წამოვიდა. ჩემი აზრით პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო, რომელიც აიღებდა ტელეფონს და იტყოდა, რომ მადლობა იმისთვის, რასაც ხალხისთვის აკეთებთ. ის ადამიანი ქართული ოცნების გოგო და ამას ეწერა, რომ სოფო ჯაფარიძეო ჯანდაცვის მინისტრად. ღიმილიანი საქართველოს რო დამაბრალეს. მე 19 წლის ბავშვი ვიყავი. დაიბომბა. თავდასხმა. ეხა ჩოქშია. აი როგორ ახერხებდაო. წარმოგიდგენთ. ის ყველაფერიო, გააკეთა იმიტომო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში წასულიყო მე. მე მგონი კოვიდი შენ შემოიტანე მაგიტო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენი არხი აი აქ გამოიწეროთ, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და შემოგვიერთეთ 10,000 გამომწერამდე. ფაქტობრივად აღარაფერი არ გვაკლია. 9 მილიონზე მეტი მნახველი ყავს YouTube-ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ თითოეულ მაყურებელს გადაუხადო მადლობა, მიუხედავად იმ კოდსია თუ ვიღაც რომ შემოიპარებენ და ინტერესებდნენ და რას ლაპარაკობენ. ხო და დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. შეუძლებელია რომ ამ გადაცემას არ უყუროთ, მარტო იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს მოგიყვებით. შეიძლება აქ ვიქოჩიალოთ მე და სოფო პირდაპირ მნიშვნელობით, ამიტომ და აი თქვენ ადგილას აუცილებლად დაველოდებოდი, რომ აი ეგ რაღაცა მოხდება. ეგრე არ დავთორდება. მადლობა მინდა გადაუხადო სოფო ჯაფარიძეს მობრძანებისთვის. ჩვენთან დღეს ძალიან საინტერესო რაღაცებს განვიხილავთ სხვათა შორის დღევანდელ გადაცემაში და სოფო მე კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ნათხოვნი არ მქონდა, ანუ თხოვე, ერთხელ თხოვე, რომ ხომ არ მოხვიდოდი მეთქი, მეგონა რომ კიდე რამდენიმე კვირა უნდა მეწვალა, რომ იქნება მოხვალა. ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა, რომ შენ პოდკასტში ოდესმე აღმოჩნდებოდი, მაგრამ აი ეს ხაბეს ჭიქა და თავზე ხაბე და ყველგან ხაბე ცოტა ნამეთანია. ხო და აი არ ვიცი, ნახე ეს საიდან მოდი მაყურებელს უთხრათ რა, იმიტომ რომ რაღაცა დაპირისპირებენ მართლა ისე უცნაურია, ხო რომ დაპირისპირებაც ცოტა ისეთი უფრო მარტივინად თქვა მე, ჩვეულებრივ ცეცხლი გქონდა გახსნილი. ხო და მოდი მოუყვეთ ახლა, იმიტომ რომ ამასობაში ხო ჩვენ რაღაცა დიდი კონფლიქტები გქონდა, თან საჯარო, საერო საქმე ეყნო და მე როგორ მოვითხოვდი ხოლმე გამოვიდეს მესაჭე და დაგვიდგეს. სასწრაფოდ რაღაცა მე მახსოვს შენი სანამ ჩემ განცდებს მოგიყვები, ხო? ფაქტიურად ბოდიში გაწყვეტინა პირველი ცეცხლი აი იმ არჩევნების პერიოდში მე მგონი გაგიხსენი მე და ბევრი არ იკლავდა თავს და შენ იყავი. აი პირველი ვიყავი, ვინც აი ასე გამოვარდი და აღარასდროს აღარ გავჩერდი. ხო, ნუ ძალიან ისეთი რთული პერიოდი იყო, ეხა ხუმრობის გარეშე ეგ რეალურად ძალიან განვიცდიდი ამ დაშლას, ძალიან განვიცდიდი იმას, რომ პარტია უნდა გახლეჩილიყო და ნუ ეს ყველაფერი არავით არის პირადული, შენ იცი რომ პირადი პრობლემა შენთან არასდროს არ მქონია, პირიქით ეხა თავიდან როდესაც მოვედი პარტიაში. აბა რომ ამბობდი როგორ არ ქონდა დაბალიაო მელოტიაც მაგრამ ეგ რაღაცა. იყუები ეხლა. არასოდეს გავსი არ მithქვამს. არასოდეს როდესაც უბრალოდ განიხილავდნენ მე აღვიქვამდი ეგ რეალურად. ფილებს მე როგორც ღიმილიანი საქართველოს წარმომადგენელი მაგრამ ხედა, აი წარმოიდგინე. ან მე როგორ ვიყავ, იცი, ბოლოს დაწეულზე გისმედი და ალბათ ჩემი პრობლემები და გავამდინე, რომ ლაპე მეგონა რომ დაბალია რა. 400 ლარი გაქვს ჩემი ვალი და ამასაც გეტყვი რატომ? 400 ლარი. 400 ლარი. ისეთ გაჭირებულები ვარ კიდე ვალი დაგვადო. შენი არჩევნების დღე იყო. მივდიოდი ოფისში. ტორტი ქონდა ნაყიდი? არა, მიმყავდა ჩემი სტუდენტები რომ დამხმარებოდნენ და ისე ჩქარა მივდიოდი რომ 400 ლარამდე ჯარიმა ავიკიდე. შესაბამისად. სად გიჩქარებოდა? რა შეიძლება მალე დამემარცხებინე. ხო და მე ხო იცი მართლა ეგრე იყო, ამას დავინახავდი ხოლმე და შუმზე უსმენდი რა, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ გამოვიდა და ხოლმე გახსნილი ქონდა ცეცხლი. სად არის ხაბეიშვილი რო ამბობდა რომ რაღაცა სად არის აქ და გამოვიდეს ახლა და გასცეს საზოგადოებას პასუხი არა. ზოფო ძალიან შეგვიძლია. მოდი ახლა სიმართლე ვთქვათ რომ მე არ გესმოდი ხოლმე თავს, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ მე კბილებზე არ გადმოვიდეს.
მაგითო თავს ვიკავებდი. ხო, არა, მე ჩინად ჩუმზე ჩუმად გესმინა. მოდიოდა და ანუკე მეუნებოდა ხოლმე რომ ესე თქვა. უი, ანუკიზე არ მახსოვს, მაგრამ რატო იტყვევიო, ხედა? არ მოგცე მეტყულის შესაძლებლობას. არა, ხო, ანუკიზე არ მჯერა. უი, მაკუნაზე ცალკე თავდასხმები მქონდა. უბედ. მოგდა. წმების გაშლებით მე და მაკუნა და იყო ხოლმე მთელი სკანდალები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხაბეს იმიდან. აბა დალია, ხო, ნუ გეშინია არ მოგწამლავთ არაფერი. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ. ხაბეს ჭიქიდან სვამ ყავას. ნუ რა ხაბეს პოდკასტში ზის. აგერ მაკუნას მოტანილს. მოგლა დიჩარჯი მაგარი გარიფული გაქვს. თუ რამე დამემართა, იცოდეთ რომ დღევანდელი დღე კარგად გახსოვდეთ თუ მომწამლეს. ეს ხუმრობა იქით იყოს, რა ვიცი, თავარი არის რომ ეხლა ერთად ვართ. ან მართლა ბევრი ქარტეხილი გავიარეთ და უი, ძალიან ბევრი, საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ ხო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, ვიდრე ერთმანეთს რაღაცას დამანახეთ ხაბე რომ მოვიდოდი ხოლმე ოფისში, სად არის და დაძაბული ხალხი რომ მე რატო ვითხოვ ხაბეს უთერ რა ხდა. ოფისში რა უჭირს კაცო, ეთერში რო იჯეკი ეგ იყო უბედურება თორე ოფისში. ეთერებში კი ეგ მოცალკე. უი, რა ბედნიერია, ყვაყოფილი ვარ, აღარ ჩუვოთ. ეგ ცალკე ამბავი, ხო, ნუ სერიოზული ცეცხლი გქონდა გახსნილი და. ხო, ოღონდ ეხა ნახე, მოდი ეხა გადავიდეთ. კი, პირველი ჩვენ დავნერგეთ სხვათა შორის, მე მგონი ეს ფრაზა და საერთოდ ეს მდგომარეობა ჩვეულებრივად ჩემი სულიერი მდგომარეობა ეხა ნელ-ნელა უფრო უმჯობესდება რა, იმიტომ რომ რა ვიცი, რახან კონფლიქტები აღარ გვაქვს. დიდი წნახი გაიარე ნამდვილად. ხო, რა გინდა ხო გაუძელი რა. კი. აი მართლა ღირსეულად ნამდვილად. ხო, რა მართლა არაფერი. მე არასდროს არ მახსოვს შენი მხრიდან თავდასხმა, არასდროს, რასაც ვაღიარებ. იმის მიუხედავად, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნუ წარმოუდგენელი იყო მე, რომელიც სრულიად უკონფლიქტო ადამიანი, მე რომელიც სულ ვცდილობ, რომ აი დღემდე იცი. მე მგონი ერთადერთი ჩემთან ქონდა ბჭყალებში კონფლიქტი. შენ იყავი ვიცანა. ო, დარგე კონფლიქტებოდი. აი ასე, არ ვიცი, გავიგიჟე თავი და აი ბოლომდე, ხომ ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი დასრულდა და მთავარი მიზანი ჩვენი ახლა არის რომ პირიქით ვიყოთ ყველა ერთად, ვიყოთ რაღაცა საერთო ძალებით გაერთიანებულები და მოდი ახუმრობის იქით ვთქვათ რა, კლასიკა ჩვენი ურთიერთობა იმის რომ ნებისმიერმა პოლიტიკოსებმა თუ სამოქალაქო საზოგადოება ექნათ, ვინც იქნება ნებისმიერმა უნდა აიღოს მაგალითი იმით რომ კონფლიქტი შეიძლება ამოიწუროს, დასრულდეს და საერთო საქმის და მიზნის გარშემო გავერთიანდეთ, ერთმანეთს ხელით ჩამოვართვათ, მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ და მართლა რეალურ საქმეზე მივდგეთ რა. აუ, გეხვეწებით ამას. გარდა იმისა, მარტო შენ მოჭრის გარეშე რა, აი ეს არც ამოჭრათ, მინდა რომ საქართველოს ამერიკის ნებისდროშა რომ მომაწოდოთ რა და დავდოთ გავალამაზოთ და გავალამაზოთ. აუცილებლად. გარდა იმისა, რომ მე გარდა იმისა, რომ შენთან მე და შენ გქონდა, ნუ მე მქონდა შენთან კონფლიქტი, ყველასთან თითქმის კონფლიქტი მქონდა შენს გამო პარტიაში, ყველასთან. ვიღაცები გეუნებოდნენ, არ არის ეს სუდი. რა დაგიშავა, რა არასოდეს შენზე, ანუ არც ის არ მჯეროდა რომ შენ თავს არ მესხმოდი, ანუ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ეხლა ვხვდები, როდესაც შევხვდით მერე უკვე გვიან ერთმანეთს და გავიარეთ და ერთმანეთს მოუყევით ეს ყველაფერი, მერე დავიჯერე და მერე იყო სხვათა შორის ისიც იყო, რომ აი მოკლედ სტუდიენების კონფლიქტის გაღვივების ცდელობა. საერთოდ არ ვარ ისეთი მოწყვლადი ადამიანი ამ ჭორების მიმართ, მაგრამ ნუ ფაქტია რომ თული პერიოდი გავიარეთ. რასაც ვაკვირდები, მე მგონი საჯარო ძალიან ბრუტალურად გამოვიყურები და ძალიან ცუდ ადამიანად. იმიტომ რომ მე პირად კომუნიკაციაში აღმოჩნდეს რომ რა ვიცი, 3 წუთში მოგვარდი. ბოლოსაც კი რომ გავიგე რომ ხაბეო პოდკასტს აკეთებსო და ნუ აუ მეთქი ხა ეს რაღა მოიგონა. ლამის მაგაზინს გამოგე, შემჭამა რა. მეთქი აი რაღაცა ახალი ეხა ნუ აი ტვინს წაგვიღებს ეხა ამთა და დღე ეხლა როგორ ვარ იცი, აი ველოდები როდის მოვაოთ ხაბათი, გუშნაი დედა ჩემა რო თქვა ხარბათ ველოდები ხოლმე, როდის მოვაოთ ხაბათი რაღაცა. ანუ ეხა ჩვეულებრივად ის კი არა რომ შემომთავაზე პოდკასტში მონაწილეობის მიღება შენ იცი რომ მე გარკვეული პერიოდი არც გადაცემებში და არსად არ დავდივარ სასამართლოებზე და აქციაზე რა ვიცი ვცდილობ რომ ყოველ დღე და ერთადერთი იქიდან ჩართვებს თუ ვაკეთებ დანარჩენი არც გადაცემა რომ მითხარი რომ ჩემ პოდკასტში მოდიო
მცდუნებაზე ვერაფერს მე ისე გითხარი მეთქი ეხა უნდა კიდე 3-ჯერ 4-ჯერ უკვე მომზადებული ვიყავი, შემზადებული ვიყავი, რომ პირველ თხოვნაზე კაი უარ სიტყვის ორს და მე ალბათ იფიქრებს, რომ აი ეხა მივარ. არა, ეხა გეუბნები მე, რომელიც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, რომ აუ მე მოიგონა კიდე ახალი რაღაც სიგიჟე, ეხა ნუ რა აი პოდკასტი და თან მე მგონი ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც კი. მართლა ეგრე გამოვიდა. პოდკასტ ინდუსტრიაში დავიწყე. შემოყავი თავი და ნუ რაღაცა ისე ვიყავი რა, მეთქი აუ ეხა აი ამითი წაგვიღებს twins და აი ხაბეს პოდკასტი, ნუ აი სახელი ხაბეს პოდკასტი რომ ვაფშე რატომ უნდა უყურო? რა ის ხაბეს პოდკასტი. მე რაღაც მაისური გეცვა შენი გამოსა, ვაი მე ვიფიქრე რა. ბოლოს თუ აი რაღაცა ხო ხედავ. კი ხარ დაბული აგერ. არა მხოლოდ აი ჩვეულებრივად ველოდები ხოლმე როდის მოვა საღამო 4 შაბათს რა დიდი ინტერესით გიყუროდა. ზაგე წარმოუდგენელია ჩვენ იმას არ უყურონ ეხა აი უბრალოდ თან სათაურის მოსაფიქრებელი მექნება, მაგრამ ქოჩიალი რაღაც. არა, აი მოდი პირობა მივცეთ მაყურებელს, რომ არ ვიჩხუბებთ, აღარაფერზე აღარ ვიჩხუბებთ, მართლა რა ეს ხუმრობა არის და რა ვიცი, აი ძალიან ღირსეული თვისება გაქვს ის, რომ მართლა აი სრული გადაჭარბების გარეშე, რომ აი იმ თავდასხმებს რა ეს არ ამოჭრათ რა, ეს არ ამოჭრათ. ხუების გარდა ჩემი მხრიდან გქონდა წარმოუდგენელი მე რომ მსგავსად თავს მესხმოდნენ, მე ესე ღირსეულად ამ გზას ვერ გავივლიდი და შეგენაცვალე, გადავიდეთ ეხლა საქმეზე. მოგეთ ეხლა მე რა მინდოდა და კიდე ეს თემა გავიარეთ და ეხლა მე მინდა ანუ როგორ გაგიცანი რა, ანუ ჩემი პირველი გაგება რომ რაღაცა სოფო ჯაფარიძე რაღაცა მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ პირველი რაც მე მახსოვს იყო რომ რაღაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და Facebook-ზე ანუ კოვიდის პერიოდი იყო და რა მახსოვს ის სოციალურ ქსელში აქტიური ვარ ისედაც და სულ უყურებდი რაღაცა მე ჯგუფი ქონდა მედგიდი სადაც ბევრად უფრო ოპერატიული იყავი, ბევრად უფრო ოპერატიულ პასუხებს სცემდი, ბევრად უფრო ოპერატიულად უვლიდი ადამიანებს, მართლა ესეა საზოგადოებამ კარგად იცის და ჩემი აზრით კომენტარებში დამეთანხმება ძალიან ბევრი ადამიანი. აი დაწერეთ თქვენი გამოცდილება იმ დროინდელი სოფო ჯაფარიძის ოპერატიულობის შესახებ, იმიტომ რომ მაშინ წარმოუდგენ მე მაშინ ჩავთვალე რომ რაღაცა ჯანდაცვის სამინისტროს რაღაცა CP იყო, მაგრამ სერიოზულად გეუბნები, რომელსაც რაღაცა მილიონობით ბიუჯეტი ქონდა, რაღაცა ეს სამსახური ოპერატიულად დააწყო, გემსახურებოდა 112-ის ყველა ოპერატორი. ნუ ესე წარმოუდგენა მქონდა პირველი ერთი კვირა, იმიტომ რომ დაუჯერებელი იყო, რომ ამას ერთი კონკრეტული ადამიანი აკეთებდა, იმით რა ენთუზიაზმით და ისე რომ უბრალოდ მან გადაწყვიტა რომ ადამიანებს ყველას მიეხმაროს და სასწაული იყო ხო მე მახსოვს რომ რაღაცა დაჰაკეს ეს შენი მედგიდი, იმიტომ რომ გაგიჟდნენ ისინი მთელი საქართველოს ლაპარაკობდა რომ აბა სოფო გიშველის, აბა სოფო მიშველი, აბა მედგიდი, რაღაცა იმიტომ რომ სახელმწიფომ მაშინ ხო სახელმწიფომ ეს ვერ ფაქტი იყო ეგ რომ ვერ გააკეთა და ამასობაში რაღაცნაირად სახელმწიფოს ის აიღე რა ქვია ფუნქცია აიღე და თქვი რომ მოდით ეხა მომწერეთ რაღაცა ეს ძალიან დაორგანიზდა და ამაზე მინდა რომ მაყურებელს ვცლად ესაუბრო როგორ დაიწყო, როგორ გააკეთე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ლევან, იცი რა სხვათა შორის არასოდეს აი ასე ვცლად ამხელა ქრონომეტრაჟის პირობებში არ მქონია შესაძლებლობა რომ ამ თემაზე მესაუბრა და მართლა ძალიან ისეთი რთული პერიოდი იყო, კოვიდის პერიოდი იყო, გახსოვს ნუ აი უმძიმესი დღეები გვედგა ყველას, თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს. წარმოუდგენელი იყო. რა მდგომარეობაშიც ვიყავით, მთელი მსოფლიო რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დავდექით, იმიტომ რომ სახელმწიფო ფაქტიურად არაფერს არ აკეთებდა. დაუცველი. სრულიად არა, მე მსგავსი, აბა რა რა უნდა მომხდარიყო რომ მე პოლიტიკაში წავსულიყავი, ნუ ეს იყო წარმოე რომელიც უზომოდ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე სულით მოწოდებით დღემდე ვარ ექიმი, დღემდე სულ ვცდილობ რომ რაღაც ადამიანების სიცოცხლეზე ვიზრუნო, ადამიანების ჯანმრთელობაზე ვიზრუნო, ხედავ რომ აი შემოსვლამდეც და სულ ყოველ წამში რამდენი ხანია აი შემოსული ვარ, 10 წუთია დავიწყეთ, აი სულ ეს ხდება ჩემ ტელეფონზე ყოველ წამს ვიღაცა რაღაცა შველას ითხოვს, ვიღაცა დახმარებას ითხოვს და ეს არის ეს მაძლევს აი რა ვიცი ყველაზე დიდ ძალას, რომ არასდროს არ დავიღალო და სულ ვიყო ამ ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ნუ მე გავიზარდე ექიმების ოჯახში, ბაბუაჩემი იყო ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, რომელმაც მართლა თაობები გაზარდა ექიმების, აი იმ ექიმებისაც კი, რომლებიც დღეს უზომოდ წარმატებული ექიმების, რომლებიც დღეს აი არ ვიცი, მართლა
აუხსნელია ის, რასაც ის ადამიანები ყველა ჩვენი მოქალაქეებისთვის აკეთებენ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ და მე ზოგადად შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო ქართველ ექიმებზე და არასდროს არ დავიღალო და არასდროს არ მომბეზრდეს მათი ქება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ექიმები ყავს, ძალიან მაგარი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ყავს და მათ ჭირდებათ დაფასება პირველ რიგში. აი ეს იდეა როგორ გაგიშთა ეს მითხარი რა. ეს პერიოდი იყო და სულ რო იციან, ხალხმა ახლა ჩემი ძალიან დიდი სამეგობრო მყავს, ძალიან დიდი სანაცნობო მყავს და ძალიან დიდი სანათესაო და ზოგადად ძალიან დიდი წრე მყავს. და ყველამ რო იცის რომ ნუ ახლა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები ჩემი უახლოესები არიან და სულ იყო კოვიდამდეც რომ სოფო აი ამ ექიმთან ვერ ხვდები და იქნებ ჩამწერო სოფო იმ ექიმს ვერ უკავშირდები, სოფო რაღაცა მჭირდება, წამალს ვერ შეულობ, ნუ სულ იყო ჩემთან ზარები, მთელი ცხოვრება. ერთ რეპლიკას გავაკეთებ რომ მიუხედავად იმისა, ახლა წერო ლაპარაკობდით კონფლიქტეს, მე არ მახსოვს დამერეკოს მეთხოვნოს და ბევრჯერ იყო ეგეთი შემთხვევა, მიუხედავად ყველაფრისა, ტელეფონზე სწრაფად პასუხი მართლა, ნუ წარმოუდგენელია, მით უმეტეს ამდენი SMS-ი რომ მოგდის ესეთი ამდენი პრობლემა რო არის, მართლა ეგრეა, გულწრფელად ვამბობ, ან ამას ყოველგვარი გადაჭერბების გარეშე რომ არ არსებობს ადამიანს მიწერო რომ აი მაშ დახმარება მინდა და აი რა ვიცი 5 წუთში არ გიპასუხოს და არ გითხრას რომ აი აქ ამას გავაკეთებ, ესე შემიძლია, ესე და ასე შემდეგ. ანუ გააგრძელე, მაგრამ მართლა ჩანარცახით მინდოდა მეთქო რომ მეც კი უამრავჯერ მithხოვრია რაღაც რომ იცი რა სოფო დაგვეხმარე ვიღაც რაღაც ავადმყოფოში მიღება, ყურადღება რაღაცა და რა. ეს ჩემი ცხოვრების წესია, მართლა თითქმის 24 საათიან რეჟიმში ვარ ასე. ჩემთვის არ არსებობს მაგ შემთხვევაში დღე, ღამე, სულ ეს ხდება ჩემ ცხოვრებაში. ლევან, დრომ დაიწყო კოვიდი და გასმაგდა ზარები. სოფო მიშველე, ამ ექიმს ვერ უკავშირდები, ამას ვერ ვაკეთებ, იმას ვერ ვაკეთებ და ნუ მივხვდი რომ რაღაც უნდა მექნა, ოღონ არ ვიცოდი რა. რაღაცა უფრო აი სისტემური უნდა გამეხადა ის, რასაც ვაკეთებდი. და დავურეკე ჩემს მეგობარს, ნუცა ზურაბიანს, ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელთან ერთადაც ჩვენ გვაქვს ორგანიზაცია, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვაკეთებდით კონფერენციებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს, ასევე ხმარებოდით ადამიანებს, ძალიან ბევრი, მართლა ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს გაკეთებული სამედიცინო სფეროსთვის და დავურეკე ნუცას რომ ნუცა თქო ესეთი იდეა მომივიდა თქო. ოღონდ ეს იდეა მომეწოდა დილა. აი ძალიან ადრე იყო. მირეკავს ერთი გოგო. ჩემი მეგობარი რომ სოფო გეხვეწებიო რაღაცაო იქნება დამეხმარო. მოკლედ ბებიას აქვს კოვიდიო, კლინიკაშიო ვერ გადაყვავსო. და რასაკვირველია დავეხმარე უცებ და ბებია ჩემმა მითხრა. სოფო, ნახე, ამდენი ადამიანი გირეკავსო, რასაც გიყურებო, მეტია სუმაგითი ხარ დაკავებულია და რაღაცა ცოტა სხვა სახე რომ ისეო ამ ყველაფერსო. და ვურეკავ ნუცას, სასწრაფოდ მოდი მეთქი. რა ვიცი, ალბათ აი 15 წუთი არ ყო გასული სამოვიდა ჩემთან და რა გავაკეთოთ მეთქი. ალბათ რაღაცა უფრო Facebook ჯგუფიან, რაღაცა მსგავსი თქო რომ ერთად იყოს ეს ხალხი თავმოყრილი, გავაერთიანოთ ექიმები, გავაერთიანოთ ჩვენი ანუ რეალურად თავიდან დავიწყე ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი სანაცნობოსთვის, რომ ეს ხალხი რომ ხან ერთ ექიმთან ჭირდებოდათ რაღაცა, მაშინ იყო ზუსტად ის პერიოდი რომ სახლებიდან ვერ გავდიოდით, ონლაინ კონსულტაციებზე გადავდიოდით, ბევრს ფინანსური პრობლემა ქონდა, რომ ვერ იხდიდა და ну აი ვიფიქრეთ რომ მოდი ვინ გვეთყვის მოთხარი ჩვენ უარს ეს მე ხო ვიცი ქართველი ექიმების ხასიათი რომ ოღონ დაეხმარონ პაციენტებს და მართლა მით უმეტეს იმ პერიოდში უარს არავინ არ მეტყოდა და მოდი თქო გავაკეთოთ თქო ეს ჩვენი ექიმები ჩვენ გარშემო ვინც არიან გავაწევრიანოთ ამ ჯგუფში ხალხის ჩვენი წრე ვინც არის და გავაკეთეთ იმავე დღეს ლევან გავაკეთეთ შემოვიყვანთ და უცებ ხედავ შევდივართ 10,000 კაც 15,000 კაც წევრიანდება ჯგუფში ოღონდ ელვისებური სისწრაფით ნუ წარმოუდგენელი ხდება ეს ჭირდება და რამდენიმე დღეში იყო 100,000-მდე და იცი რა მახსოვს პირველი შემთხვევა თავიდან კიდევ ერთხელ გეუბნები მიზანი იყო რომ აი ვთქვათ სიტყვაზე ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია მჭირდება და დამერეკა მე მაიარე ხვიაშვილისთვის კითხვა რომ დაწერდნენ რომ მაია გთხოვ ნუ მაია არის საქართველოში რა ვიცი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე მაგარი ენდოკრინოლოგი პირადად ჩემი ოჯახის წევრების ენდოკრინოლოგია და მაიასთან მოხვედრან დღემდე არის შეუძლებელი რაღაც თვეები ჭირდება. ამ დროს ახლა ადამიანებს კოვიდი, ეს პრობლემა, ახლა დიაბეტის პრობლემა ვისაც ქონდა, რანაირად ხო როგორ უნდა დალოდებოდნენ, რა როდის მოხვდებოდნენ, რა იქნებოდა, ვერ მიდიოდნენ. აი ამ მიზნით ბავშვები ალბათ უხდებოდნენ სახლებიდან ვერ გამოყავდათ, წარმოიდგინე. ნუ ლალი ვთხოვე ჯანაშიას, ჩემი შვილების პედიატრს, რომ ლალი გეხვეწები, ზუსტად ვიცოდი ლალის ხასიათი, რომ უარს ნუ რამდენი ექიმი ჩამოვთვალო, ნუ ახლა რამდენიმე ასეული ექიმი იყო, რომლებმაც აი გულწრფელად ვამბობ, ლევან აი რომ ვიწყებდი ლაპარაკს უკვე რომ გაიგეს რომ ეს ქონა რომ ვურეკავდი რომ აი სიტყვაზე აი ნინო მოდი აი ეს გავაკეთე ვიცი და თანახმა ვარ რა როგორც გინდა დამტვირთი აი მე არ მახსოვს ერთი ექიმიც კი ვინცაც ჩემთვის უარი ქონდა ნათქვამი რომ აი დრო არ მაქვს ან ვერ ვიზ ღამეა გვიანია 4 საათია სანამ აი ახალი გაკეთებული გვაქვს რა შემოდის პოსტი რომ სასწრაფოდ დამეხმარეთ მიშველეთ ორთაჭალაში ვცხოვრობ ბაბუა 48 საათია სასწრაფო გამოძახებული მყავს ბაბუა ვერ გადამყავს კლინიკაში ვერც სასწრაფო მოდის ვეღარ სუნთქავს იგუდება მეხრჩობა გამზრდელი ბაბუა და ჩემთვის თან ეს ბაბუის თემა ზოგადად ძალიან ისეთია სენტიმენტალური იმიტომ რომ მე ბაბუა ჩემის გაზრდილი ვარ და ну აი ახალი გარდაცვლილი მყავდა მაგ პერიოდში ბაბუა და ну აი გადავირი ეს რო წავიკითხე და ვფიქრობ რა გავაკეთო აი როგორ ამ შუაღამეს ერთადერთი ვიცოდი რომ საშვი მქონდა და მანქანით გასვლა შემეძლო მაშინ ესე ვერ დავდიოდით მანქანით 10 რაჯერ არ იყო სრულიად დაუცველები ვართ რა გავაკეთოთ გავიღე ლურჯი პარკები როა ჩავიტანე მანქანაში გავაკარი წინა და სიდენიებს და უკანა სავარძლებს შორის და ჩავჯექი მანქანაში და სადღაც მივდივარ რომ ეს ბაბუა წამოვიყვანო და ამ დროს რეკავ ცხელხაზე რომ დაუშვან საშვი რომ ეს კაცი სადმე წავიყვანო არც კლინიკა ვიცი სადმე მყავს არც ეს კაცი ვიცი სად ცხოვრობს მივდივარ ერთი ვიცი რომ უნდა გადარჩეს ეს კაცი წავედი მივედი ეს გავედი ნუ წარმოუდგენელი სურათი დამხვდა ეს კაცი ჩვეულებრივად ხელში ავიყვანე ძალიან გავხდები ესეთი უსუსური ბაბუ იყო ჩამოვიყვანე ჩავსვი მანქანაში ნუ შვილიშვილს ვერ გავუკეთე საშვი იმიტომ რომ ნუ პაციენტი რომელიც იყო იმას მივიყვანე კლინიკაში და ეს კაცი გადარჩა რა კარგი გადარჩა და ამ უსაყვარლესი ბაბუს თემური ბაბუს შვილიშვილის ნათლია ვარ ახლა და ასეთი არაერთი ისტორია აი ამ პირველმა ისტორია მაშინ მახსოვს რომ მივწერე რომ ახლავე დაგეხმარებით თქო და მეორე დღეს რომ ნახე აი ამ ჩემ კომენტარს ახლავე დაგეხმარებით ქონდა რაღაცა 11000 რაღაცა ლაიქი ხო ოღონ არ ნანახიც არ მქონდა და უკვე რომ წამოვიდა რომ მიხვდა ხალხი რომ რაღაცა ხალხი გეძახდა ახლავეს რომ წამოვიდა ხაბე 1000-ობით თხოვნა შემოდიოდა. აი ყველანაირ და რა გვექნა. მე და ნუცა მარტოები წარმოიდგინე ორი გოგო სახლებიდან მარტოები. იმიტომ რომ საზოგადოებამ ნახა რომ სახელმწიფოს ვერაფერს ვერ აგებებს. სტაგნაცია იყო. ხო, შენთან იყო ახლავე. პასუხცემ ახლავე. კი და გითხრა. და მე და ნუცა მარტოები რა ვქნა? აი სულ სიგიჟე ვერ აუდივართ. ხაბე რანაირად უნდა აუხვიდე წარმოიდგინე ჩატში ჯგუფში სადაც ჩემოდის რა ვიცი უცებ ერთი თხონა მეორე მესამე მეოთხე მეათე მეასე რა ვიცი აი 1000-ობით და დადასტურებასაც კი ვეღარ ვასწრებით მივხვდით რომ უბრალოდ ორნი ვეღარ აუდიოთ არ გვიძინა დღე და ღამე ოღონდ საერთოდ არ დაგვიძინია ეს რამდენიმე დღე და ну ერთადერთი რასაც მივხვდით რომ უნდა დაგვერეკა ყველასთვის ვისაც შესაძლებლობა ქონდა და უნდა ჩაგვერთა ეს ხალხი. დაურეკე ჩემს სტუდენტებს, დავურეკე ჩვენს ექიმებს, ვისაც შეეძლო, ოღონდ აი ვინც ვიცოდი რომ ესეთი მოქმედი იყო მაგ მხრივ ისე რომ აი 24 საათი ჩვენსავით უნდა მსხდარიყვნენ და პასუხები გაეცათ. ზედა სართულზე ჩემთან, ჩემს სახლში. იყო რაღაც ბავშვების გასართობი დიდი ესეთი სივრცე იყო. ეს ყველაფერი ჩამოვიტანე ქვემოთ. გასაშლელი პეტარა ესეთი რა ქვია როგორ თქვა არ ვიცი ესეთი ბავშვობაში რო იყო ლეჟანკები გახსოვს დაახლოებით ეხა უკვე მიდით მატრასიანი ხო ესენი ვიყიდე დავაწყე ჩემი რამდენიმე სტუდენტი გადმოვიყვანე ჩემთან და
ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ ჩემთან, იქ ნუცასთან ამბავი იყო, იქ მაიკო დემურიშვილთან, იქ ჩვენ აი ძალიან ისეთი დიდი ჯგუფის დიდი რა 18 კაციანი ჯგუფი შევიკარეთ. და დაამატე ადმინებად ესენი ყო. დავამატე ადმინებად და მოდერატორებად და მორიგეობით გვეძინა. ჩემთან მაგალითად სახში დიდი დაფა გქონდა, კლინიკები, სასწრაფოს ცხელი ხაზი, ეს სხვა ერთი ექიმი, მეორე ექიმი, ყველას ქონდა გადანაწილებული. აი ნაწილი ვინც ზოგი ჩემთან იყო, ზოგის დასახლებიდან და ვიცოდით რომ 5 კაცს უნდა გძინებოდა სიტყვაზე ღამის 3 საათიდან დილის 6 საათამდე, 5 კაცს უნდა გძინებოდა 6-დან 9-მდე და ასე გადანაწილებული გქონდა, რომ არც ერთი წამით ჯგუფი არ დარჩენილიყო მარტო. არც ერთი წამით. ყველას ქონდა თავის ფუნქცია. ვიღაცას ებარა სამ კლინიკებთან ურთიერთობა, ვთქვათ, აი 10 კლინიკა ებარა ერთს, 10 კლინიკა ებარა მეორეს, რომ უცებ უნდა ყოფილიყო, გაგვერკვია რომელ კლინიკაში ადგილი იყო, სასწრაფო ვერ მიდიოდა, ვისაც საშუქ ქონდა, უცებ ჩავდიოდით მანქანაში, ჩავსხდებოდით, მივიდოდით, ჩავისვამდით პაციენტს, ანუ სრული სიგიჟე იყო, ლევან. წარმოუდგენელი ამის გახსენებაც რომ ახსენდება. ეხლა ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაცა ღმერთმა მოგცა დამატებითი ძალა, რომ ამ ადამიანების სიცოცხლე გადარჩენილიყო, იმიტომ რომ შეუძლებელია. ყველანაირ ადამიანურ რესურსს სდებოდა ის რა რეჟიმშიც ვიყავით. ანუ არარსებული რეჟიმი იყო. ფაქტობრივად საგანგებო შტაბი ქონდა რა, მართლა ეგრე იყო, რა ვიცი, მე ეს ყველა მიცოდა რომ თუ სადმე რამე პრობლემა ქონდა, აქეთ უნდა მოგეწერა, იმიტომ რომ სხვაგან 4 საათი დაელოდე რაღაცა, ეგრე იყო რეალურად. კი, ნამდვილად ასე იყო და ეს ყველაფერი იქნა ორგანიზებულობამ, ეს ყველაფერი იქნა გუნდურობამ, იმიტომ რომ ნუ ისეთი გუნდი შევიკრიბეთ, რომ აი არ ვიცი, თვალებში ერთმანეთს შევხედავდით, ვიცოდით რა უნდა გვექნა. ერთი მესიჯი დიდი ჩატი გქონდა, ნაწილი ხა ჩემთან იყვნენ ეს ბავშვები, ნაწილი თავიანთ სახლებში დიდი ჩატი გქონდა, სადაც შემოდიოდა პოსტი, ჩავაგდებდით და პირდაპირ ამას ნანუკა აკეთებს, ამას სალომე აკეთებს, ამას ეხა სოფო იმას აკეთებს, მაიკო იმას აკეთებს და ზუსტად ვიცოდით, ვინ კლინიკას უნდა შევთანხმებოდით, ვინ ექიმს უნდა შევთანხმებოდით, ვინ თქვა სასწრაფო, ნუ სრული კოლაფსი იყო და ვერ მიდიოდა, მანქანით იმ წუთას ვინ მიდიოდა, რომ პაციენტი წამოეყვანა, თუ არა და სასწრაფოსთან სულ ხაზზე აი არ ვიცი. აი ამ ასე დროს დელიკატური შეკითხვა უნდა გისვა. ასე დროს იყო თუ არა ვინმე ხელისუფლებიდან პრემიერ-მინისტრი, ჩემი აზრით, ნუ პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო ეგეთი კაცი. პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. ჯანდაცვის მინისტრი, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო, რომელიც აიღებდა ტელეფონს და იტყოდა, რომ მადლობა იმისთვის, რასაც ხალხისთვის აკეთებთ. იყო თუ არა ესეთი ზარი არ რაღაცა, რომ აი დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. პირველი პერიოდი საჯაროდ რომ ეს არ უთქვამთ, ეგ ვიცი. ხა, ნუ სხვათა შორის ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ამიტომ ხა ის ღია იყო ჯგუფი და ყველაფერს ხედავდა. მათი, მაშინ მე სრულიად არაპოლიტიკური ვიყავი, არავითარი ჩემი პოლიტიკური პოზიცია არსად დაფიქსირებული არ მქონია. მათი არა მხოლოდ ამომრჩევლები, ნათესავები, ოჯახის წევრები. არა მხოლოდ უშუალოდ წარმომადგენლებიც კი ძალიან ხშირად Facebook ჯგუფში წერდნენ და შველას ითხოვდნენ ძალიან ხშირად და არა მხოლოდ ისინი, მართლა წარმოუდგენ მთელი საქართველო გაერთიანდა. ხო და მაინტერესებს, რა გითხრა ვინმე რაღაცა, რა ვიცი, რა კარგი ადამიანი ხარ. აი ვიღაცა იყო, მაგალითად არ მახსოვს მისი სახელგვარი, მაგრამ ყველაფერი ჩანდა. არა, პრემიერის მხრიდან არა, ეგეთი არა. არა, საკვირველია. აი რატო? მართლა არ მისმის, აი რატო? აი კითხვა, აი რატო? შენ მაშინ რას საკეთებ? პარტიაში არ იყავი, პოლიტიკაში არა, ჯერთ რომ წყოფილიყავი სადმე და ამას აკეთებ. რა ვიცი, რა უნდა პრემიერი ხარ, ამისთან ამბავი გვაქვს. უამრავი ადამიანი იღუპება, ეს ადამიანი ხალხს ეხმარება, რაღაცა გიმსუბუქებს სამუშაოს. ხო შეიძლება რომ უთხრა, დიდი მადლობა, იმიტომ რომ 100.000-ობით ეს ხო არ იყო დამალული, დაფარული და 5 კაციანი ჯგუფი. თელმა საქართველოს მიწოდა და მართლა ახლავით გეძახდნენ, რა ეგრე იყო კაცო. აქ არ იყო თან 1, 2, 10 და 20 კაცზე ლაპარაკი. თამამად შემიძლია ლევან თქვა რომ 1000-ობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მედგიდმა. 1000-ობით ადამიანის უშუალოდ სიცოცხლე გადარჩა. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი რომ რაღაცა ვიღაცას მედიკამენტი მივაწოდეთ კი? ესეც იყო და სრულიად ვერასოდეს ვერავინ ვერ იტყვის. ვერასოდეს. რომ ერთი ლარი გვაქვს ვინმესგან აღებული.
ერთი თეთრი საკუთარი ჯიბიდან მყიდულობდით ვინც ვიყავით ეს 18 კაცი უცებ აი იყო რამდენი შემთხვევა რომ გამოძახებული მაქვს ბავშვს აქვს მაღალი სიცხე ნუროფენი არ მაქვს რა ვქნა ცუდად არის ასწრაფო ვერ მოდით რამდენჯერ ყოფილა რომ გავსულართ გვიყიდია მიგვიტანია ჩემი შვილების წამლები წამიღია რამდენჯერ ყოფილა ოღონ ამას მარტო მე კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვაკეთებდი ეს იყო 17 ბოლოს 18 კაციანი ჯგუფი და აი როგორი ოპერატიული იყო იცი ეს ჯგუფი და როგორ სწრაფად ხდებოდა იცი ყველაფერი რომ ეხლა რო ხდები ეხლა რო ვიხსენებთ წარმოდგენაც კი წარმოდგენაშიც კი შეუძლებელია რომ წარმოიდგინო არა ეს სრული სიგიჟე ხდებოდა ხო საშვიც რამდენიმე ადამიანი ხო გადაადგილებას პრობლემა იყო და წარმოიდგინე სასტრაფო გადაადგილება მე რამხელა რისკი იყო ლევან 3 ბავშვი მელოდებოდა სახლში და მივდიოდი კოვიდიანებთან ვერ ხვდებოდი ვერ ვაცნობიერებდი აი ეხლა რო უფიქრდები ეხლა რო ვიგებ რომ დამახველებს ბავშვებს არ ვეკარები ნიღბებით და რა ნიღბებით საერთოდ აი ასე თავზე ხელი გქონდა აღებული და აი არ ვიცი აი ესე დავქროდით და ბოლოს მე მგონი ის დაგიწყეს აქვე ბრძოლა დაგიწყეს ხო მადლობას ვინჩივის პირველმა ტალღამ რო გადაიარა და აი მაშინ მივხვდი რომ ვიყავით უბედურებაში და მაშინ მივხვდი რომ უბრალოდ სახელმწიფო არ არსებობდა თორემ მე იქამდე მე და პოლიტიკა ნუ აი წარმოუდგენელი იყო საერთოდ აი ხო გეუბნები მთელი ჩემი ცხოვრება იყო ეს უბრალოდ არა ამ რეჟიმით მაგრამ სულ იყო რომ აი ადამიანების ჯანმრთელობაზე მეზრუნა და სულ ამით ვიყავი დაკავებული და პირველი ტალღა დამთავრდა ცოტა ამოსუნთქვის შესაძლებლობა რომ მოგვეცა ხა არ შენელებულა დიდად მაგრამ აი ცოტა დაფიქრების შესაძლებლობა რომ მოგვეცა და აი მაშინ მივხვდი რომ ეს ხო უბედურება რომ უბრალოდ სახელმწიფო არ არსებობდა. არ არსებობდა ჯანდაცვის სამინისტრო. არავინ არაფერი არ არსებობდა. და მაშინ ვიფიქრე რომ რა უნდა ეშველოს ხალხს. აი ვიღაცას ვისაც არ ყავდა სოფო ჯაფარიძე, მედგითთან წდომის შესაძლებლობა არ ქონდა. აი რა უნდა ეშველოს ესეთ ხალხს, აი ხვალ რო რა ვიცი, იგივე გამეორდეს და მეორე ტალღა კი დაიწყო კიდევაც. რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, აი როგორ უნდა დაორგანიზოს ხო არა? უშველოს თავს, ხო შეუძლებელი იყო. და მაშინ მივიღე, აი მაშინ ახლა სოფო ჯაფარიძე იწერებოდა ყველგან. მე არ დამავიწყდება ვიღაცას ეწერა სხვათა შორის არ მინდა ხელები და გვარებით საუბარი. დღეს ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი არის ის ადამიანი ქართული ოცნების გოგო და ამას ეწერა რომ სოფო ჯაფარიძეო ჯანდაცვის მინისტრადო და 71000 ლაიკი ქონდა 71000 ლაიკი წარმოიდგინე მე მან ვიფიქრეს ეხლა რომ ეს ძალიან საფრთხეა არა და მაგ დროს დამიკავშირდა ნიკა მელიამ და მთხოვა რომ წამოდიო ჩვენთან პარტიაში საერთოდ ან ვერ მივხვდი აი რა შეიძლება რომ მეკეთებინა ხედავ ნიკას ქონია გადასარევი ალღო ანუ თავრობამ კი არ დაგნიშნა მინისტრად მაგრამ ნიკა მიფიქრა რომ ეს კარგი მინისტრი იქნება ხედავ დასაფასებელია კი ნამდვილად და მაშინვე მივხვდა რომ არა აი ეს ადამიანი თუ იქნება ჯანდაცვის მინისტრი მე თუ თავრობაში ვიქნებ პრობლემა არ მექნება კაცო მიხედავს ამ სფეროს და თავიდან არც მიფიქრია არა მე ვთხარი ნიკა მე და პოლიტიკა ეხა ესაა ჩემი სფერო ეს არის ჩემი რა ვიცი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და მე უნდა ვაკეთო ეს რასაც ვაკეთებ და მივედი სახლში და დედა ჩემმა მითხრა და ჩემი საერთოდ გაგიჟებული იყო მაგ პერიოდში რომ წარმოუდგენელი რასაც უყურებდა მით უმეტეს რაც ესმოდა ეს რამეს გეტყვია ჩემთვისო ეხა პრობლემის მეტი არაფერი არ იქნება შენი პოლიტიკაში წასვლა მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვია იფიქრე იმაზეო რომ ხვალო აი შენ შვილებსო შენ ოჯახის წევრებსო იგივე პრობლემა შეექმნება აუცილებლად და იფიქრე იმაზეო რომ შენაი რამდენია და თუ შენ ოდნავ მაინც შეგიძლია ამ სიგიჟის ცვლილებაში მონაწილეობის მიღება უბრალოდ დანაშაული იქნება. ვალდებული ხარო? კი, სახელმწიფოს მიმართ, შენი ქვეყნის მიმართ იქნება დანაშაული, რომ თუ გაქვს შესაძლებლობა, რომ რაღაც ერთი აგური მაინც დადო შენი ქვეყნის სწორედ მშენებლობაში, იქნება ძალიან დიდი დანაშაული შენი მხრიდან.
ძალიან დამაფიქრა ამ სიტყვებმა და მე გავიდა რაღაც პერიოდი. გადავდგე ეს ნაბიჯი. არასდროს არ დამავიწყდება ლევან რა. და ჩემთვის ეს იყო ძალიან ეხლა მივეჩვი და ეხლა საერთოდ ისეთი რეზისტენტული ვარ ამ სოციალურ ქსელში ლანგვაგინების პირიქით ძალიან ვერთობი ხოლმე და საერთოდ არ ვკითხულობ სიმართლე თუ გაინტერესებს მაგრამ თუ რაღაცა შემოვხდება ძალიან მეცნება ხო ან რაღაც ღიმილიანი საქართველოს რო დამაბრალეს მე 19 წლის ბავშვი ვიყავი უყურებდი ზოგადად ვამბობ რა ხან რაღაცა ხარ არ და დამაბრალეს მე მაგას ძალიან ვერთობი და მართლა ხა ეგეთ ბრალდებებზე და ეგეთ ამ პრობლემებში მაშინ დაიწყეს გაშავება ეგრევე ხო სოფოჯაფა ალბათ გახსოვს და შესავალში სწორედ ეგ თქვი და შესაბამისად გახსოვს რა ხდებოდა ანუ სოფოჯაფარიზე მადლობა ის მე თუ გაქვს იმის შესაძლებლობა რომ კადრებით გადაფარო მე შენ მოგცემ სკრინებს რაღაცეებს რა და ლენე დაგვეხმარება კი და უბრალოდ ნახე რაოდენობა ხო კი მოგვეცი ეგ და აქ იმას ვიზამ ზუსტად თითო სოფო რა ვიცი ღმერთმა გამოგვიგზავნას რომ პოსტი რო იყო და რაღაცა 1000-ობით ლაიქები ანუ სიგიჟე სოფოჯაფარიებს ხალხმა საერთოდ არ იცოდა სახეზე ვინ ვიყავი საერთოდ მაგრამ ჩემი ნომერი ეწერა ყველას ანუ რა ვიცი რა გითხრა და მხოლოდ დადებითი, მხოლოდ მოფერება, მხოლოდ სიყვარული, მხოლოდ სოფო მადლობა, ღმერთი ხარ, ის ხარ რაღაც შიგიჟეები, რა ვიცი, ნახავ. ჩაგიგდებ და ნახავ და ერთ წუთში, ლევან. მას შემდეგ რაც გადაწყვეტა რომ პოლიტიკური აქტიურობა. გავიდა ეს პრეზენტაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, რომ შეუერთდნენ ახალგაზრდა გუნდი და ახალი ადამიანები ცალკე ვიყავი გამოყოფილი ჩემი ამ ისტორიით და არასდროს არ დამავიწყდება ღმერთო ეს რა იყო დაიბომბა ხო თავდასხმა ეხლა ჩოქშია ეხლა ის ხალხი რომლებსაც გადავყევით ან უცებ წავიდა რა ტესტი როგორ ახერხებდაო ის ყველაფერიო გააკეთა იმიტომო რომ ნაციონალურ მოძრაობაში წასულიყო მე მგონი კოვიდით შენ შემოიტანე მაგიტო ოპოზიციაში პარტიაში რომელსაც ყველაზე მეტად თავს ესხმიან დღემდე 2012 წლიდან პარტიაში რომელიც რა ვიცი ყველაზე მეტი თავდასხმის ობიექტია ის ქვილის კაც რომ დატრიალებულა ზუსტად რატო წავიდოდი რატო ვაფშე ანუ რატო შეიძლება ეგ იფიქრო რომ ეს ყველაფერი გავიარე იმიტომ რომ მე თლათ ოპოზიციაში ზუსტად მაგრამ რა უნდა თქვა ეს ეგ ნაციონალური მოძრაობის კლინიკაში ყოფილა მოძრაობენ სუპერ ზუსტად ვფიქრობდი რომელი იყო ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი კლინიკა ვიცი ანზორ მელიასი და ერთხელაც კი არ შემიწუხებია ოღონდ მაგ დროს ბატონი ანზორი იმიტომ რომ ძირითადად ამ კოვიდ კლინიკებში ვაწვენდით ხოლმე ხალ ეს სრული სიგიჟე მართლა სიგიჟე დამატყდა თავს შოქში ვიყავი ჯერ ის რომ ვინერვიულე იმიტომ რომ მე რომელიც მიშვეული ვიყავი რომ მოფერებას გაბასოფო აბაისა და უცებ ტარვალი ნაციონალი რაოდენობას და ხარისხსაც ხო გააჩნია ამ სოფოსო სულ სოფოჯაფარიზე ისმა და სულ დადებით კონტექსტში და უცებ გავხდი მტერი უცებ გავხდი დამნაშავე უცებ გავხდი სისხლის მსმელი ყველაფერი უცებ გავხდი უცებ გაახსენდა ღიმილიანი საქართველო ყველაფერი და რა ვიცი სრულ შოქში ვიყავი მაგრამ გაიარა ხო კარგია გაიარა ამ ყველაფერმა მე რაღაც ახალი ტალღა დაიწყო მე დაინახა ხალხმა რომ მართლა არასდროს არაფერი ანგარებით არ გამიკეთებია და რა ვიცი ზუსტად იგივე გავაგრძელე და ზუსტად იგივეს ვაკეთებდი მერეც რა ვიცი წარმოუდგენელი იყო ეს ბრალდებები ვიღაცებს გონია რომ ნაციონალი რო ხდები მე სის გადაგისხამი და ბოროტი ხარ უცებ მე ბოროტი და არ შეიცვალე ხო როგორ ზონის სახე არ შეიცვალე მე ისე არა შოქში მართლა შოქში წარმოუდგენელი იყო ეგეთი ბრალდებები მოგონ მართლა სიცოცხლე მქონდა გადადებული ჩვეულებრივად მე ამას ვინმეს კი არ ვამადლი და მე
ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და დღემდე ხა რა შედარებაა, ხო? მაგრამ დღემდე სულ რა მითხარი იცი? აი ქართულ ექიმებზე საუბრობდი რა და თქვი რომ მეც მაღალი წარმოდგენის ვარ ცხადია და იმ პერიოდში განსაკუთრებით საზოგადოებისთვისაც აბა ექიმი გმირია მართლა ხო რამდენი უძილო ღამე გაიარეს ამ ადამიანებმა და მის ოჯახის წევრებს ყურადღებას ვერ აქცევდნენ, მაგრამ პაციენტებს დაძდევდნენ, ხო? მე მაი შენ პირადად ხარ ჩახედული და ის ანუ ამ პირობებშიც კი 1 წელი, 2 წელი, 3 წელი რამ ძიმე პირობებში გაატარეს ამ ადამიანებმა. შენ როგორ ფიქრობ, დაფასებულები არიან ეს ხალხი, ანუ იმას რაც მაგალითად მაშინ აკეთეს, პირობითად ვამბობ რა, რასაც მაშინ აკეთებდნენ. ანუ რა არის მათი შემოსავალი? ხა მე რასაც უყურებდი ტელევიზორში, რაც ვნახეთ, რასაც გვაჩვენებდნენ ესეთი ძალიან მძიმე მდგომარეობა რო იყო, ხო? აი მე რაც ვიცი ეს ინფორმაცია სწორია, რომ აი მაგალითად ზოგი, მაგალითად ექთანი 300-400-500 ლარზე მუშაობს. არიან ექიმები რაღაც 800-დან 1200 ლარამდე მუშაობენ, ესო ამბობენ, რომ ესო კაცო კარგია 800-დან 1200 ლარი რა. ანუ იმ სტაფერებზე და იმ ადამიანებზე გეუბნები, ვისაც აი პირველი შეხება ქონდა პაციენტთან უცებ. იყო შემთხვევა რომ ვიღაცას ბახილები არ ქონდა, არ იყო ხანდახან, არ იყო ეს მოსაცმელები. ანუ ამის შესახებ მითხარი, ანუ ეგ როგორ არის ჩვენ ქვეყანაში? ჩვენი ექიმები ითუმეტეს აი კოვიდის პერიოდში არ ვიცი, აი აუხსნელია ჩემთვის რაც მათ გაიარეს. მე ახლა ვყვები ამ ყველაფერს, ნუ რეალურად სახლიდან ვაკეთებდი კი, დღე არ გადიოდა რომ კლინიკებთან შეხება არ მქონოდა უშუალოც, მაგრამ მათ რაც გადაიტანეს, მათ რასაც გაუძლეს, ეს არის წარმოუდგენელი. და რით დააფასა სახელმწიფო? არაფრით. და ვერავინ ვერ მეტყვის და ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ რომელიმე ექიმი სათანადოდ დაფასდა ამ ქვეყანაში. აი იმ პერიოდშიც კი როგორც ისინი იმსახურებდნენ და იმსახურებენ. მე კი ნამდვილად ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ექიმების მიმართ, იმიტომ რომ მართლა მათ ხელში გავიზარდე. ჩემ სახლში ხდებოდა ყველაფერი. ძალიან სტუმრიანი ოჯახი გქონდა და ბაბუა ჩემი კიდევ ერთხელ გეტყვი, ყიფიანი იყო პროექტორი, რომელიც რა ვიცი, აი ჩვეულებრივად აი ასე კალთაში ზრდიდა, ეფოფინებოდა ამ ექიმებს და მათ ხელში გავიზარდე. დღე არ გადიოდა ეს ექიმები ჩემ სახლში არ მოსულიყვნენ, შაბათ-კვირას ხო სულ ჩვენთან იყვნენ. მე ზუსტად ვიცი, ისინი როგორები არიან. მე ზუსტად ვიცი ისინი რამდენ რამეს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული მათი პაციენტის სიცოცხლე გადარჩეს. და არ ვიცი, აი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, როგორც ჩვენთან არ არიან დაფასებულები, აი ესე არ ვიცი. ხო და რა არის ამის მიზეზი? ანუ მართლა ხო საინტერესოა, ხო? მაგალითად ვინ არის დაფასებული? აი ვინ არის დღეს ჩვენ ქვეყანაში დაფასებული? ხო, არა, ისეთ შეკითხვაც ვინ არის დაფასებული? აი ვინ? მითხარი და კი ბატონო, გარდა ჩინოვნიკები. ის ჩინოვნიკების გარდა ვინც ვინც დასაფასებელია რა, ის არის დაფასებული დღეს. ზუსტად. ყველაფერი შესაძლებელია, ლევან. ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი ამას ამ ყველაფერს ჩვენ თუ დროულად არ მივხედეთ, მართლა უფსკრულისკენ მივექანებით. აი რა შენ როგორ ფიქრობ ხო რომ ჯანდაცვის სამინისტროში და მაქსფეროში ანუ პროფესიონალი ადამიანები საქართველოში პროფესიონალები არიან ამაზე მე მგონი არავინ არ დაობს დაუფასებლები რო არიან ამაზეც არავინ არ დაობს მაგრამ აი ამის დამენეჯმენტება ამის ფინანსური უზრუნველყოფა როგორ წარმოგიდგენია აი პირობითად კონკრეტულ სამავთყოფოში აქ კარგ სპეციალისტს სოფო გაჩერება რო უნდოდეს აი კარგ ისეთ სპეციალისტს შეუძლებელი მე ისეთმა ექიმმა მითხრა კი მე ისეთმა ექიმმა მითხრა რამდენიმე დღის წინ რომ გერმანიაში მივდივარ საცხოვრებლად და სამუშაოდ აი რაღაც რო გულში ჩაგწყდება აი ეს განცდა გქონია რა თქმა უნდა აი არ ვიცი ასეთი ექიმები რო ჩვენ ქვეყანაში აღარ იყვნენ მე რა გვეშველა მარტივ მიზეზს მიდის რა ეხა აქ უნდა იმუშაოს პირობითად რაღაცა X თანხაზე რომელიც ოჯახის გამოსაკვებად არ ყოფნის კაცო ამ კაცმა ენერგია ჩადოს ჯანმრთელობა გარისკოს მე ამხელა პასუხისმგებლობიან საქმეს მოეკიდოს ხო ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ბოდიში ხელი რო ერთი შეცდომა რო დაუშვას ჯერ ერთი თავის თავთან მე ღმერთთან უნდა იდარდოს ამაზე მე სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს მე იმანს არავინ არ მოიკითხავს რამდენი გადაარჩინა ის შეცდომა რო დაუშვა ყველა იმას მოკითხავს ხო და ამ დროს დაფასება არა ხო აბსოლუტურად კაცო და წავა გერმანიაში კაცო 10 ჯერ მეც მისცემენ იმას ანაზღაურებას მეტი დასვენება ექნება მეტად დაფასებულიც იქნება მეტიც და ოჯახსაც უფრო უზრუნველყოფს ხო აი ამას რა ეშველება როგორ უყურებს იმის შესაძლებლობა რომ
მართლა სამედიცინო ტურიზმიც კი ისე განვავითაროთ ამ ქვეყანაში, როგორც სიტყვაზე განვითარდა თურქეთში და ხედავთ, აი რამდენი ადამიანი მიდის, ხო? და ჩვენ არ გვყავს მათზე ნაკლები თუ მეტი არა ექიმები. კი, ვიზიარებ კაცო მაგას მართალი ხარ, ჩვენ ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს, ამ ყველაფრის ნება არ არსებობს. ერთი რამე უნდა კითხო დღეს არა ინტერესებს სამწუხაროდ სახელმწიფოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ისე რომ აი ასე ამ ყველაფერზე იზრუნონ. ყველა არის გადართული მხოლოდ კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები და იმის იქით ვერცერთ სფეროში ოღონდ აქ არ არის მხოლოდ ჯანდაცვაზე ლაპარაკი. იმის იქით ვერავინ ვერ იხედება. სამწუხაროდ. ერთი უნდა კითხო, ნახე, სწორი ხარ ეხლა რასაც ხსრი, მაგრამ აი მე ხო ძალიან პროფესიულ დონეზე ხა ექიმის ან მაგ დონეზე არ ვიცი, მე გარედან რაღაცას უყურებ და შეფასება მაქვს, ხო? პირობითად აი მილიარდობით ლარი იხარჯება სამედიცინო დაზღვევას და იმაზე. მართლა სულ მაგ ხოლმე შეკითხვა ესეთი და ვარ თუ არა სწორი შენ ეხლა გითხარ და მაყურებელს უთხრათ. აი ნახე, განცდა მაქვს ეგეთი, რომ სახელმწიფო ეუბნება ადამიანს, რომ თუ კვდები, აი მომაკვდავი ხარ და შემოხვედი მაგალითად სამავტყოფოში მოხვედი. კარგი რეანიმაციაში დაგაწვენ, აპარატს გაგიკეთებ, რაღაცა ჟანგბადის ბალონს 12 დღე ამოგეწურება, ამოვწურავ მე ამას რაღაც 12000 ლარს და რავი თუ გადარჩი. აი მაგალითად 12000 ლარს გადავიხდი რომ კვდები იმ პერიოდში. აი მზად ვარ რომ 12000 ლარი გადაგიხადო. მაგრამ თუ გჭირდება, მაგალითად 12000 ლარი არა, 120 ლარი თუ გჭირდება დასაწყისში რომ არ მიხვიდე 12000 ლარამდე რომ მიხვიდეს, ხო არა ეს გადაუდებელი, არ არის გადაუდებელი, კარგად იყავი. ეს რა სახელმწიფო სწორი მიდგომა აქვს. ხო შეიძლება რომ 12000 ლარი რო ჭირდება, იქამდე კი არ მივიდეთ, კაცო. მანამდე მიშველე 100 ლარიანი წამალი რომ მედიცინა რასაკვირველია, ეს ძალიან აქტიურად არის გარკვეული სკრინინგ პროგრამები, რომლებიც 2012 წლამდე დაინერგა და ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ. მაგრამ არ არის საკმარისი. ხო. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ვალდებულები ვართ ზუსტად მაგიტომ, რომ მაგ შედეგამდე არ მივიდეთ, რომ პრევენციული მედიცინა კიდევ უფრო მეტად დავნერგოთ ამ ქვეყანაში. ყველაფრის სკრინინგი უნდა არსებობდეს, რომ ეს იქნება ჯერ ერთი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი. მე თვითონ სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ხარჯთეფექტური. კი, ზუსტად. და ძალიან ბევრი დადებითი აქვს ამ ყველაფერს. და უპირველესი რაც არის და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და არ უნდა იყოს. სახელმწიფოსთვის ეს არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. და ამას უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება, რომ არ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, სადაც უკვე გამოსავალი აღარ არსებობს. არა, ხო და აქ სახელმწიფო ეგრე გეუბნება, რომ სანამ გამოსავალი ისეთი თანხა ჯდება, რომ ხო სახელმწიფო ხო ეგრე გეუბნება, რომ თუ გამოსავალი არსებობს, წადი შენ თავს მიხედე და თუ გამოსავალი არსებობს, ხო კაი მოდი დაწექი. ანუ მართლა ძალიან ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, ხო, რაღაცა მაგდონეზე მივიდეთ. მე რა ჩივილები მესმის კიდე, ხო, ბევრისგან სამწუხარო რეალობაა, რომ ამ სამედიცინო საქართველოში ადამიანების ჯანმრთელობის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ არ ამოწმებენ ადამიანებს, შესაძლებლობა არ აქვთ ექიმთან მივიდეს, თავი გადაიმოწმოს, წინსწრებით პირველ ეტაპზე აღმოაჩინოს დაავადება. ეს არის ზუსტად პრევენციული მედიცინა, მაგრამ იცი რა ჩვენც უნდა გავითავისოთ, რომ აი სკრინინგ პროგრამები რაც არის, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ესეც არის. აქ უნდა იყოს საინფორმაციო კამპანიები. ლევან, აი რამდენმა არ იცის. მაგალითად, რომ მე რასაც ლაპარაკობ, წარმოდგენა ხო. ხო, აი რამდენმა არ იცის. საინფორმაციო კამპანია, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რომ ინფორმაცია გქონდეს ადამიანს. სამწუხაროდ არავის ამისთვის არ ცალია. ეგ არის უბედურება. ამითი უნდა იყვნენ თაკავებულები. 1000 სიგიჟე ბანერებს ვაკრავენ ხოლმე არჩევნების წინ. ეგ ბანერები გამოვაკლებენ, რაღაცა აქ მოდით, აქ გადაიმოწმეთ, აქ შემოწმდით, რაღაცა პროგრამა გვაქვს. არ ცალიათ ამისთვის. ხო და ნახეთ ჩივილებზე მინდა გითხრა, ეს თუ არის ეს ლეგიტიმური ჩივილი. ადამიანები ამბობენ, რომ მაგალითად თუ მოხდიო რეანიმაციაშიო რა, ესეთ რაღაცას ძალიან ბევრი საუბრობს ამაზე, რომ შეიძლება ადამიანი გადადებულია და შანსი არ აქვს იმ ადამიანს, მაგრამ გაჩერებენო ის 12 დღე მაინც, ესე იგი, რასაც დაზღვევა ანაზღაურებს. რომ ესე იგი ბოლომდე ამოწუროს, ისა რა ქვია, სადაზღვევო. აქ ეხა უკვე ლაპარაკი არის იმაზე, კლინიკებს დებენ ბრალს, მე არ ვიცი ხა ჩემამდე რაღაც მსგავს რაღაცებს ლაპარაკობენ და ზოგადად ეხა პრობლემა ესე ერთეულ კლინიკებში როგორ არ იქნება ეხა ალბათ, მაგრამ მე არ მინდა ეხლა
ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ხა კონკრეტული შემთხვევა მე ჩემამდე თუ არ მოვიდა, მე ხა კლინიკას ბრალი დავდო, რომ მან, რა ვიცი, პაციენტი ტყუილა გააჩერაო, მე აი დაახლოებით ესეთ რამეს ამბობენ, ხო? ხო. რომ ტყუილა აჩერებენ, იმიტომ რომ დაზღვევიდან რაღაცა თანხა ამოიღოს და სახელმწიფოდან მე ეტყვის რომ აქვს არ შეიძლება გადაჭრა. ასეთი პრეცედენტები არსებობს, ხა ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი რაღაცა ბევრი არა, ხო. იმედი მაქვს. კაი, მაშინ ამაზე გამეცი პასუხი რა შენ ფიქრობ რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის ის რესურსი დარჩენილი მათ შორის სხვადასხვა სამავთყოფოებში პირობითად სხვადასხვა კლინიკებში რომ პროფესიონალიზმის დონე არის ანუ შენ ფიქრობ რომ მაღალია პროფესიონალიზმი დღევანდელ რეალობაში მე იმას კი არ ვამბობ რომ ჩვენ რესურსი არ გვაქვს მე მგონია ეს რესურსი გარბის ამ ქვეყნიდან ეხლა სანამ მეორე თემაზე გადავალ აი აქ მითხარი მანდ რა გვჭირს ანუ პროფესიონალიზმის მიმართულებით სად ვართ და თუ ცუდად ვართ რატომ ვართ და თუ კარგად ვართ როგორ შეიძლება რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რომ ხელი შევუწყოთ პროფესიულ ზრდაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, არა მხოლოდ ექიმებს. ეხლა მაგალითად ჩვენ როდესაც კლინიკას ვაკეთებდით, ისრაელში გავუშვით ერთ-ერთ კლინიკაში ფლებოტომისტები, ვინც აი სხვათა შორის სულ რამდენიმე საათის წინ გავიკეთე სისხლის ანალიზი, რომ აი მოდი მარტივენაზე ავხსნათ, ალბათ ხშირად გაგიგია, რომ აი ვენაში ვერ მოხვდა. ხო. და აი რაღაცა ბავშვი დამიჯიჯგნეს კი. რომ მსგავსი პრობლემები თავიდან აგვერიდებინა. და რა ვიცი, სულ ვხუმრობ ხოლმე, რომ კლინიკაში სნაიპერები ყავს, თქო. ერთ-ერთი ჩვენი აი გამორჩეული ირმა, რომელიც სულ ვეხუმრები, რომ ალბათ პირველიდან მეხუთე სართულზე რომ ისროლო, იქაც კი მოხვდები, თქო. კი. შესაბამისად რატომ ვამბობ ამას? ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს ექიმებს პროფესიულ ზრდაში. თორე მედიცინა არის სფერო, რომელიც ყოველ დღიურად არა, ალბათ ყოველ წუთიერად ვითარდება. და ჩვენ სულ უნდა შევუწყოთ მათ ამაში ხელი. და მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემთან არიან ექიმები, რომლებიც აი არ ვიცი, წარმოუდგენელია ხოლმე, სულ ამას ვამბობ, ჯერ სულ დადიან ევროპაში, სულ დადიან ამერიკაში, სულ მუშაობენ პროფესიულ ზრდაზე და ამასწინად შევედი ერთ-ერთი ჩვენი ექიმის კაბინეტში. საოცარი ბიჭია, ჩვენი ოტორინოლარინგოლოგი, თაზო ყელყურის ექიმი, გასაგებენაზე რო ვთქვა და შევედი და პაციენტიდან პაციენტამდე ალბათ არის 5 წუთი თუ აქვს ხოლმე და სულ აქვს გახსნილი რაღაც ახალი სტატია და კითხულობს და მაგას ვეუბნები რომ როგორ ასწრებ თქო გერმანულად ქონდა ახალი სტატია გახსნილი და კითხულობდა და რა ვქნაო აი ეს ყველაფერი არ ვაკეთო ვერ გავიზრდები აი ეს არის ამას უნდა შეუწყოს სახელმწიფომ ხელი და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ჩვენ ექიმებს რომლებიც აი მართლა გამორჩეულად გონიერები არიან მაქსიმალური ხელშეწყობა ქონდეთ რომ აი რაღაცა პროფესიულ ზრდას დაუთმონ გარკვეული დრო ეს არის უმნიშვნელოვანესი წეღარო თქვი რომ გერმანიაში მიდის ექიმი ანუ ბევრია ხო ალბათ ჩვენს გარშემო რომელიც ფიქრობს იმაზე რომ რაღაცნაირად ხო არ წავიდი ამ ქვეყნიდან იმიტომ რომ რა ვიცი არ არის დაფასებული ექიმი ხო შენ თქვის არ იყოს არავინ არ არის დაფასებული მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროში მართლა ძალიან დიდი დაუფასებლობა ადამიანების ხო და ანუ არსებობს რამე პირობითად ანუ შენ წარმოგიდგენია როგორ შეიძლება ანუ განათლების მიმართულებით უნდა მივეხმაროთ უნივერსიტეტებშია პრობლემა ყველა მიმართულებით დასახმარებელია ყველა მიმართულებით გასაძლიერებელია ეს სფერო რაც არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ გვერდში უნდა ვედგეთ ჩვენს ექიმებს ეს არის მათ უნდა იგრძნონ რომ მათ დასაყრდენი ყავთ ამ ქვეყანაში სახელმწიფო არის მათი დასაყრდენი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ბოლოს როდის იყო რამე ეგეთი რეფორმა აი რომ მინისტრმა გაატარა და თქვა რომ აი რაღაცას ჩვენ შევცვლით თუ გახსოვს ეგეთი რამე არა ის მე რას ვაგვირდებით არც ელაპარაკებენ ამ ექიმებს ანუ მე არ მინახავს რომ ჯანდაცვის მინისტრი გამოსულიყო და ეთქვას რომ ჩვენ რაღაცა რეფორმა ჩავატარებთ ვიღაცას გადავამზადებთ ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ექიმებს ეგეთი რამე არ მახსენდება შენ გახსენდება ნუ განსაკუთრებულად აქტიური შემხებლობა ზუსტად კოვიდის დროს მქონდა სამინისტროსთან აი რაც მე და შენ გქონდა აი ისე ქუჩიალები ხოცვა კაი იყო რა კარგად ახსნა არასოდეს არ დამავიწყდება ჩემი გაოგნება ნუ შესაბამისად მაშინ ვინ იყო მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეკატერინე გახსოვთ ვინმე ეკატერინე მე არ მახსოვს
ეკატერი, ერთი ბამუკა ბახტაძე გახსოვს მეორე ტიკარაძე. არაზოს არ დამავიწყდება. არაზოს არ მინდა რომ ესეთი მსგავსი ჭიდრო შეხება ოდესმე ტიკარაძე თვითონ საშველი იქნებოდა მაგ დროს. წარმოიდგინე მოიჯელი სოფოს წერდა ჩუმად სხვა მეორე აკაუნთით რომ რა გავაკეთო. აი დარწმუნებული ვარ რაღაცა სხვა Facebook-ით წერდა რომ აი ეგ რა ვქნა. მძიმესი მდგომარეობა. აი ეხლა რა მითხარი, მოდი გადავიდეთ ჩვენთვის ფაქტობრივად ისეთ თემაზე რა, ანუ უვიზოსთან დაკავშირებითაც მინდა ვიკითხო, ანუ ამ სფეროდან გამომდინარე რა. იმიტომ რომ ვიღაცები ამბობენ რომ ეხლა კალაძე მაგარი რაღაცა გააძრო. აუ მე რო უსმენ ხოლმე, ანუ არასდროს მაგათ ხო არა აქვთ, ანუ არც ზემოჭერი არა აქვთ რომ რაღაც ისწრული და არც ქვემოთ. ეგეთი რამე თქვა რომ ისო რა ქვია, ემიგრაციაში რო გარბის ხალხი ხო პრობლემაა. ხო მე ვიხა თუ ვიზების ამბავი იქნება, ნაკლები ადამიანი წავაო. მაგანა წილოსანმა თქვა და კობახიძე მას სხვათა შორის. არ უსმინე? იცი რა თქვა რომ ეხა ხო მიდის მოდის ადამიანები და აი ემიგრაციაში რო გარბისო ხალხი ძმაო, ხო პრობლემა არისო წილოსანმაც, იგი აი გალბატონმა წილოსანმა ეგეთი რამე თქვა რომ აღარ წავლენო და აქო ჩვენო თავაზობდო ჩვენ მოქალაქეებს სამჯერ გაზრდილ ეკონომიკასო. მე არ მიდგია წილოსანმა თქვა, შენ როგორ შეაფასებ ამას? დარჩი დაგ და იმუშავეთო. ტრაგედია თითოეული მათი განცხადება, რასაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვისმენთ. წარმოუდგენელია. ბოლო პერიოდში რა ერთ წელს წინ რო თქვა ბაკურიანში ამოდითო ძმაუფული რატო არა გაგვით გახსოვს წინ. წელი არ არის გასული მას. ალბათ იგი ბოლო პერიოდი. კაიო რა, ნაციონალს არ მოусმინოთ არაზე. რატო ხარ ღარიბები გული? ღარიბები. აიცი რა, შენ მათ არ უნდათ ლაპარაკი იმაზე, რამხელა სიკეთები მოიტანა ვიზა ლიბერალიზაციამ. ხო. ჯერ მარტო ლევან წარმოიდგინე 2017 წლის მერე ვიზა ლიბერალიზაციის მერე ტურიზმის შემოსავალი გაორმაგდა და 2024 წელს 4.2 მილიარდი შეადგინა. ევროპაში წასული დასაქმებული ჩვენი მოქალაქეებისგან შემოსავლები, ფულადი გზავნილები გახუთმაგდა. ხო, სეზონურ სამუშაოზე და 2024 წელს შეადგინა $1.5 მილიარდი. გადარჩენილი სიცოცხლეები. და სულ რამდენიმე დღის წინ იყო, რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ჩემი მეგობრის დის შვილი, პატარა 2 წლინახევრის ბავშვი, როდესაც დაუდგინდა ერთ-ერთი სისხლის პათოლოგია და იმავე საღამოს გავუშვით გერმანიაში, იმ საღამოს და სულ რამდენიმე თვე არის გასული და ბავშვი არის ჯანმრთელი. და რამდენი ასეთია. გარდა ამისა, ეს ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც აი ესეთი სიძულვილი, რაც სახელმწიფოს და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ემიგრანტების მიმართ აქვს, არ ვიცი, ესეთი აბუჩი დამოკიდე, აი ეს და აი არ ვიცი, მე იმდენად მიყვარს ჩვენი ემიგრანტები და მე იმდენად მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, შენ კი იცი მათთან, რომ და ასევე შენ და ზუსტად ვიცი, რომ იგივეს გრძნობ მათ მიმართ, რომ ძალიან ძიმეა, ხო, ყველაფერს. ოჯახის წევრებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ ჩავიდნენ და ნახონ. ეხა კიდე წლებით უნახავი შვილები, წლების უნახავი დედები, მამები, ეს შესაძლებლობა მოგცა ვიზა. მაგათ რა გონიათ, რომ იტალიის სანახავად გვინდა მარტო ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია? მაგრამ მათ ხო ესეთი რაღაცნაირი ვიწრო აზროვნება აქვთ. მე არ მჯერა რომ მათ ეს გონიათ. მათ ეს აწყობთ და ლაპარაკობენ. რასაც უწერენ ლაპარაკობენ. მაგრამ ისინი მათ არ უნდათ ხალხმა გაიგოს რეალობა, რამხელა სიკეთეები მოიტანა ვიზა ლიბერალიზაციამ. ეხა წარმოიდგინე. ეს არის ბოროტება. პაციენტი რო ცუდად გახდება მაგალითად და უნდა გერმანიაში გაფრენა. დაჭირდება და ან გაუშვებენ, ან არ გაუშვებენ, რა ვიცი, ერთთვიანი ბიუროკრატია. მინიმუმ. არა, ვერ იქნება ლევან ერთთვიანი. ვერ იქნება, იმიტომ რომ სავიზო რეჟიმი რო აღდგეს ამ ქვეყანაში, მინიმუმ 1 წელი დაჭირდება. მინიმუმ, იმიტომ რომ შესაბამისი დეპარტამენტების ხელჩეებში გაუქმებულია. ხო, თქვა, გუშინ იყო, რომ ანუ ეგ სამსახურები აღარ მუშაობს. და გაუქმებულია ეს დეპარტამენტები. ამის აღდგენას მინიმუმ 1 წელი უნდა. რო გვეუბნებია, რომ ვიზების რიგში მოგიწევთ, დგომა, ჯერ რიგშიც ვერ დავდგებით. იმიტომ რომ ეს დეპარტამენტებია ჯერ აღსადგენი. რო აღდგება, მე ადრე თუ 5 კაცი მიდიოდა, დღეს 100 კაცი მიდის და ეხა იმის განხილვა და მოგვიწევს ესე ნახევარ წელიწადში ერთხელ რიგში შესვლა და იქიდან 10-დან 2-ს გაუშვებენ.
აუცილებლად, იმიტომ რომ ისეთი ისე შეგვირცხვინეს სახელი ყველგან, რომ რასაკვირველია, ყველგან პრობლემა გვექნება. ლევან, მაგალითად, ჩემი თანამშრომლის შვილი, ახალგაზრდა გოგო, სტუდენტი, არაჩვეულებრივი ელენე, რომელიც, არ ვიცი, მე მგონი გუშინ გიყვებოდი, რომ ყოველ ზაფხულს, რაც გახდა სტუდენტი, მესამე კურსზე გადავიდა, დადის ევროპაში 3 თვით, რომ ფული შეაგროვოს, რომ შემდგომ სწავლის ფული გადაიხადოს. სეზონურ სამუშაოზე და 3 თვით მიდის, მუშაობს, სწავლის ფულს აგროვებს, ჩამოდის და იხდის. და მთელი წელი სწავლობს. ამათ, ამ ხალხს რას ვეუბნებით? და რამდენი არის ეგეთი? მე კიდევ ერთხელ გეტყვი, მე ხო სულ მაქვს ამ ხალხთან შემხებლობა, მე ხო სულ ვიცი მათი ეს პრობლემები. ყოველდღიურად რამდენ ათეულ მსგავს პრობლემას ვისმენ. და რამდენ ადამიანისთვის პრობლემის გადაჭრის გზა არის ვიზალიბერალიზაცია. რას უშვებიან ამ ხალხს? სამედიცინო კუთხითაც რაღაცა ჩამოტანა რო გინდათ ხოლმე ევროპიდან, ხო პირობითად ადამიანს გაუშვებდი, ნახავდა რაღაცას იქ შეამოწმებდა, პირობითად ვამბობ რაღაცა სამედიცინო ის იქნება, რა ქვია, ხელსაწყო იქნება, რამე იქნება. ანუ ხო ადგილზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ეხლა ეგეც სირთულე იქნება, როდის ვიღაცას გაუშვებ, როდის ვიღაცა რაღაცას ნახავს, როდის კომუნიკაცია იქნება, როდის ვიღაცასთან ხელშეკრულებას გააფორმებ. ანუ რამხელა დაბრკოლება იქნება. მაგალითად, ჩემი ექიმები, რომლებიც თითქმის 3 თვეში ერთხელ დადიან ევროპაში უდიდეს კონგრესებზე. მარტო კი არა, დადიან, ისინი მონაწილეები არიან ამ სოფლიოში ყველაზე ისეთი ცნობილი და გავლენიანი კონგრესების. ვეღარ ივლიან ასე. და ისევ ჩვენ დაგვაკლდება, იმიტომ რომ იმ წოდნას ვეღარ მიიღებენ, რომელიც ჩვენ და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას უნდა მოხმარდეს. კიდევ ხალხი მგონია რომ კიდე ვერ აცნობიერებს ისე კარგად, იმიტომ რომ კი უსმენ პროპაგანდით როგორ ურეცხავენ ამ ადამიანებს. მაგრამ ძალიან ჭკვიანია ქართველი ერი რა. ჭკვიანია ქართველი ხალხი. და მე მჯერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიგიჟე ქვია ამას, მეტი არაფერი არ ქვია, რასაც ყოველდღიურად გვასმენინებენ, უბრალოდ არ დაიჯერებენ. ეს კაცების გათხოვება გადადეს ხოთაშორის გვერდზე. ანუ ეს უვიზო თუ არის, ხო ეს პროპაგანდა რას ამბობდა, რომ ევროპაო არისო, გარყვნილებაო. და თუ ევროპა, აბა რა გინდათ, ვერ გავიგე, კაცების გათხოვება გინდათ? პრინციპში ჩვენ წინააღმდეგი ვართ კაცების გათხოვების. ეს ერთი და მეორე პროპაგანდა რა არის? რომ ომს გთხოვს დასავლეთ და ევროპა. ოღონდ ამასობაში ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არსებობს, რომელიც ომშია. ანუ არ არის ეგეთი. ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყანა არ არის ომში. და მეორე. პირიქით, იმას ვერ აცნობიერებს ზოგი, რომ ამაზე მეტი თავის დაცვა და ქვეყნის დაცვა აღარ არსებობს. კი ბატონო, ჩვენ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ საქართველო გახდება რაღაცა შვეიცარია. ჩვენს რეგიონში, რომელიც იქნება აბსოლუტურად დაცული და უსაფრთხო. არა, ევროკავშირი დააბრალო ომის სურვილი და ევროკავშირი მთხოვს არც ერთი ქვეყანა არ არის და მეტიც კაცო, თუ მოლდოვას აქვს ისა რა ქვია, წინადადება ევროკავშირში შესვლის, მოლდოვაში ჩვენგან განსხვავებით, სხვათა შორის პრორუსული განწყობები უფრო მაღალია, ბევრად, თუმცა სადმე ვინმე ვნახა, რომ მოლდოვას უთხრეს, რომ შენ თუ ევროკავშირში მოდიხარ იომე? ხო, მაგრამ ლევან, ნახე, მათივე პროპაგანდა ხელში ეფშხუნებათ თუ ატყობ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვი ხა და შენიცი ძალიან კარგად, ჩემი ყოველდღიურობა, ხო, წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანს ხვდები ყოველდღიურად. წარმოუდგენელი რაოდენობის, არ ვიცი და ხა ხო ვისმენ, აბსოლუტურად სხვა იყო განწყობა და სხვა არის განწყობა ახლა. კი, ერთადერთი ხა მოდი ვთქვათ სიმართლე, ერთადერთი ამ წუთასაც რა მესიჯის მუშაობს, არის მაინც ომი. მართლა არის, იმიტომ რომ ნახე, ადამიანების აღქმაში, როგორია, სოფო მარტივია. აბა ომი გინდა და უცებ ხო ეგრევე არ გინდა და თან გაკავშირებენ, რომ ჩვენ ეხა ომი გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ესე იგი რაღაც აქ ბომბები დაგვეცეს თავში. ხალხი მაგასაც მიხვდა. ეგეც პროპაგანდის ნაწილია და შენც არანაკლებ ადამიანთან გაქვს კომუნიკაცია და ზუსტად
დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი რომ შენც ხედავ ამას რომ აღარ არის ისეთი გაჯერებული ეს მესიჯები როგორიც ქონდათ. წარმოუდგენე ყველა მეორე ამას იძახ. არა, ვეღარ კაჩავენ კაცო, კობახიძის განცხადება ხო მაგას ნიშნავს, კობახიძე თქვა რომ ხო რუსეთის და ევროპის დასუსტება უნდა, ანუ რუსების გამარჯვებაზე ვეღარ ეხავ თვითონ ისაა რა ქვია, ანუ უკვე აქით რუსეთი თუ დასუსტებაო, კაცო, ევროკავშირის დასუსტება ვარ ნახე, დაახლოებით მაგ იმაში არიან პროპაგანდაში, ოღონდ ხო გვეუბნებოდნენ ეგენი რომ ტრამპი რომ მოვა, გახსოვთ 20 იანვარს ველოდებოდა ზარქუა გიჟივით. ეხლა მოვაო ტრამპი 20 იანვრამდე უნდა გაუძლოთო და მე გადავრჩებით. და მე ოღონდ სხვათა შორის სულ აქვს ხოლმე გამოსავალი მაგათ რომ აი ტრამპისკენ კი ვართ, მაგრამ ის deep state-მა რო დაამარცხოს ტრამპი. ანუ მაგათ არ არსებობს მართლა მე რო ვაკვირდები, არ არსებობს თემა რომელიც უხერხულობას უქმნით. მართლა გეუბნები, ანუ ეგ თემა არ არსებობს. ნებისმიერ თემაზე შეუძლია რომ აი დაგინგრევს ყველაფერს რა. რაღაცას აი ისე შემოგიტრიალებს აბსოლუტურად უკუღმა, რომ რა ვიცი, აი სახტად დაგტოვებს. იმდენად არიან თვით გადარჩენაზე გადასულები და ძალაუფლების შენარჩუნებაზე რომ საისწორს ამბობ. უხერხულობა საერთოდ სიტყვა მათთვის ვფიქრობ რომ აღარ არსებობს. რაღაცაზე მორიდება, რაღაცის გაფრთხილება, არაფერი აღარ არსებობს მათთვის. გარდა იმისა რომ რაღაცნაირად აი ჩაებღაუჭონ მათ ძალაუფლებას, რომელსაც აი ყოველდღიურად კარგავენ. და ამას ხედავთ. თუნდაც მათი ეს სასოწარკვეთილი, მათი ეს სრულიად არანორმალური განცხადებები ეს ხო ნუ ხა ნათლად გვაჩვენებს იმას რა დღეშიც არიან. მე მარაწილოსანი მაინც მომწონს. ძალიან სწორ განცხადებებს აკეთებს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ის არის, რა ქვია, ადამიანია და მე ვისურვებდი რომ ის იყოს საქართველოს პრეზიდენტი. არ მოგწონს? პრემიერი, რა ვიცი. პრემიერობაზე დაიღლება ცოტა. და მირჩენია რომ პრეზიდენტი რო იყოს და ესე თვეში ერთხელ გამოვა და რაღაცა ისეთ რაღაცას გვეტყვის. მე მას შემდეგ უკვე ანუ აღარ ვფიქრობ რომ პრობლემაა ვიზის შემოტანა, რაც წილოსანმა თქვა რომ ვისო რა ქვია, სამჯერ გაზრდილ და სამჯერ გაზრდილ ეკონომიკას თავაზობ საზოგადოებასო და ყველას გვეპატიჟება ბაკურიანში და გუდაურში. Come on, ამოდით. რატო არ ამოდიხარ? რატომ არ გაქვთ? ღარიბი ვიღარ. ქვეყანაში სადაც აი მალე ქობულეთთან წამოწვა ეხა და გითხარ რომ ჩამოდით რატო არ ჩამოდიხარ? ესეთი ტოტალური სიღარიბე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. აბა ომი გინდა კაცო? აბა ომი გინდა? ვერ გავიგე, იყავი სიდუხჭირეში, მაშინ გადა შავი პური ჯამე გენაცვალე და მშვიდობა იყოს. შავი პურის ყიდვის შესაძლებლობაც მალე აღარ ექნება ლევან ხალხს. თავარია მშვიდობა. ანუ მართლა ეგ არის, მარტო მაგაზე ლაპარაკობენ, ამ მეტი ახ არგუმენტი არსებობს, რამე გამოვასწორებ, გავაკეთებ, შევქმნი. რაღაცა არა, ეგრევე არის ომი და არა და რეალობაში მართლა უკუღმაა რა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს, რომ არის ვართ აბსოლუტურად უსაფრთხო. თორე ახლა აი მოკლედ სანამ ბოლოსკენ ვართ, ხო, ესა რა ქვია, ბიჭო, რაღაცას მაინც გაეცნონ. აზერბაიჯანი და სომხეთიც კი გაურბის რუსეთის გავლენას იმდენად შესუსტებულია რუსეთის პოლიტიკა ჩვენს რეგიონში. არათუ გეოპოლიტიკური. აი ძალიან მარტივ ამბავს მოგიყვები, ხა კარგი გამახსენდა. კოჯორში ვართ, ოჯახი ასულები და ერთ-ერთ მაღაზიაში ვარ შესული და ესეთი ქალბატონი იყო, ცოტა ასაკოვანი. და ბავშვები მყავს შეყვანილი, ყიდულობენ რაღაცებს და ეს ქალი ითვლიდა აი ზეთის ფასიო, ნუ თუ ამზეც ვიყიდიო, უი როგორ გაძვირებულა, თან უი როგორ გაძვირებულა. მაგრამ ნუ მაშინო ვეღარ ვიყიდიო, მე მგონი შვის ფაფაზე იყო საუბარი. ამას ვეღარ ვიყიდიო, აი ესე ითვლიდა რომ აი რა, აი მოიცაო ესო რამდენიაო, აი ეხლა ეს თუ მომივაო, რაღაცა კარაქზე თქვა რომ ამ სპრეც ვიყიდიო, იმიტომ რომ ნუ თუ ეზეთიო ისე გაძვირებულიაო, რომ კარაქი აღარ მომივაო, მაგრამ მე ბავშვმა რო არ ჭამოსო და ეს ხდება, მე სანამ ბავშვი დგას, ჩემი შვილი იდგა და რაღაცებს არჩევდა, აი ეს ხმამაღალი დისკუსია მესმის მისი ახალგაზრდა ბიჭთან. საკმაოდ ისეთი ალბათ ჩვენი ასაკის ახალგაზრდა ბიჭთან სავარაუდოდ შვილი იქნება. ნუ აი ძალიან შევწუხდი. მომერიდა თან რა ვიცი, რამე თქვა, ვიფიქრე რომ მარტო ეს ქალბატონი რო ყოფილიყო, ხა კი, სიტყვაზე რაღაცას დავეხმარებოდი. და ვერ მოვითმინე. აი ვერაფრით ვერ მოვითმინე. და ამ ქალბატონს ვეუბნები რომ ქალბატონო თქვა, ეს არის უბედურება, რაც რა მდგომარეობაში დღეს ჩვენ ვართ და ეს ამომხედა. და მიცნო და უი, აი უცებ
მე საფო ხო მე მეუბნება დიახ მეთქი მე ძალიან მომწონხარ მაგრამ ძალიან წყინს სადაც ხარ აი ყველაფერი სად ვარ მეთქი აი მე რა ვიცი აი რა არის შულ რა გინდა აი ამ აქციებზე რო დადიხარ აი ამ რა გინდა გამაგებინო და მე ვთქვი ცოტა დავდივარ მეთქი აი ხვალ თქვენ ამ პრობლემის წინაშე რო აღარ იდგეთ თქო მისი შვილი სრულიად ესე ჩუმად იდგა ხმა არ მოუღია რო აღარ იდგეთ მეთქი და ზეთიც იყიდოთ თქო ნატურალური კარაქით შეიძინოთ და შვილის პაპაც თქო და არ გქონდეთ იმაზე არ ფიქრობდეთ იმაზე რომელი არჩიოთ რომ ერთი მოგივიდეთ ხო და ესე რო ქვია არა მე მირჩევნია ზეთი არ ვიყიდო და მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში გერმანია საფრანგეთის გვეწიწებიან ომში ჩაერთეთ ომში ჩაერთეთ ახლა სასწრაფოდ ეს მთელი 2 მილიონი რას დარჩით დაჟე ის პაკისტანელები ჩვენ რო ყავს და ინდოელები დავამატე და წამოდით მე მჯერა რომ ძალიან მალე დადგება ის დღე როდესაც ნამდვილად ჩვენი ქვეყანა ზუსტად რო იქნება ყველაზე მშვიდობიანი კი აუცილებლად არავის აღარ ექნება იმის პრობლემა რომ აი ასე თითო თეთრი ითვალოს რომ იქნებ შვილს ნატურალური კარაქი წაუღოს და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალოთ რომელი ერთი პრობლემა შეიძლება დღეს ჩამოვთვალოთ რა პრობლემის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები დგანან ტოტალი ხარ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ერთიანობით ჩვენი კაიგას გეუბნებიან რა დრო გაგექცათო დრო ცოტა ხანი შეძუა ძლის შერიგდი ვერ გავიგე მოიცა ჯერ წყალი არ დაულევია კიდე არაფრი დარდალია მაკუნას დასხმულიაო და რა დავლევდი მაკუნას დაასხავ დახედა და იმის ვერ დარდალია კაი მოკლედ მე მჯერა ლევან და ძალიან მალე ეს ასე იქნება დარწმუნებული ვარ მთავარია ვიყოთ ერთად მთავარია ძალისხმევა არ დავიშუროთ და დავამხობთ მე ზარწმუნებული ნახე დავამხობთ მეც ამ ნოტაზე დავიმშვიდობები მაყურებელს ხაბეს პოდკასტი აბროშუმის გზა სოფომას თქვა რომ დავამხობთ ხელისუფლებას მეც ვამხობთ რომ დავამხობთ ამიტომ დრო ძალიან ცოტა გვაქვს სხვათა შორის და დიდი მადლობა სოფოს მე მგონი რომ საინტერესო გადაცემა გამოგვიდა კომენტარებში დაგვიწერეთ ჩვენი კონფლიქტების შესახებ აბა რა ვინ იყავით ვინ მოიგო ვინ წააგო მოკლედ წარმატებები და მომავალ ასევე და იმედია ხშირად მომიწვევ ხოლმე გაუცილებლად მაისური უნდა ჩაგასვა შემდეგში და რა ვქნა სოფო მიმართე მაყურებელს მოიცა ეს კადრით არ იმას აქნა არ მომიწევ რაზე მიმართო რომ გამოიწერეთ ხაბეს პოდკასტი ხახლა გინდა იჯერეთ გინდა რომ ამას გეუბნებით მე თვითონაც გამოიწერა დაჟე მე გეუბნებით რომ კამერაში აი აქ კამერა სადა გვაქვს ჩვენ ტელეფონში იყური აგერე ორლარიანში ზუსტად გინდა იჯერეთ გინდა რა ამას მე სოფო ჯაფარიძე რომ ხაბეს პოდკასტი ხახლა გამოიწერეთ იმიტომ რომ მე აი რა გითხრათ მე რომელიც ვიყავი დროშით დავრბოდი ხაბეს წინააღმდეგ მე ყოველ 4 შაბათს ასე ვზივარ და ველოდები როდის მოვა ვერ გავიგე ოღონდ ხან 8 საათიო და ხან 9 საათია და ასე გვაწამებს როდის მოვა რა ვიცი გამორჩეულად საინტერესო პოდკასტს უყუროთ ხოლმე და გამოიწერეთ გვიყურეთ და იმედია ხშირად დამპეტიჟებს ხოლმე მადლობა რა დავამატებ კარგად ძალიან კაი იყო. კარგი. რა რაღაცა კარგი.